გამარჯობა. დღეს მინდა გაგაცნოთ ის რამდენიმე სცენარი, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ლინკსთან ერთად მოამზადეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს ჰქონდათ დამუშავებული ეს სცენარები. მეთოდები ამ სცენარების დამუშავების დასავლეთში ძალიან კარგად განვითარებულია, ქვია future foresighting-ი. ძალიან სერიოზული მეთოდია, როდესაც სხვადასხვა პროფესიის და სპეციალიზაციის ადამიანები უსაფრთხოების დაზვერვის, სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების ერთად ხდებიან და წერენ სამომავლო სცენარებს. მე ამას როგორც პოლიტიკოსი პირველად ვაკეთებ საქართველოში, არც არავის გაუკეთებია და არც არავის გაურცელებია ეს ცოდნა. შესაბამისად, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტნიორების ლინკსის მიერ განვითარებული 7 სცენარი, რა მოხდება ხვალ. რისთვის არის ეს აუცილებელი? იმიტომ რომ კარგად დავფიქრდეთ, მოვემზადოთ, ფრთხილად ვიყოთ, არავის ინსტრუმენტად არ გადავიქცეთ. ეს ანგარიში გამოქვეყნებულია და კომენტარებში მიუთითებ კიდევაც შესაბამის წყაროს.